გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოს ხდომა მიმდინარეობს. ამ წუთებში პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ერთი მოწმე იკითხება, რომელიც ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით საუბრობს. დაცვის მხარის განცხადებით, აქამდე დაკითხული მოწმეებიდან არც ერთი არ არის პირდაპირი მოწმე, რომელიც დანაშაულებრივ სქემასთან ლილუაშვილის კავშირს დაადასტურებს. სახელმწიფო ბრალდების პოზიციით კი საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რაც ლილუაშვილის დანაშაულს ადასტურებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს, მას ბრალი რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთა მის აღებას ედავება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არც ერთი მოწმე, რომელიც მეწილედ სახელდება კოლ-ცენტრის თემებში, არ და ვერ დაასახელა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან ამ საკითხთან მიმართებაში კომუნიკაცია, ვერც საინფორმაციო და ინფორმატიული მიმართულებით და ვერც ფინანსური კუთხით რაიმე თანხის გადაცემასთან მიმართებით. ბრალდების მხარე საუბრობს, რომ ვიღაც შუამავლის მეშვეობით მიეწოდება ფულადი თანხა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს. არც ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით ესეთი შუამავალი დღემდე დაკითხული არ არსებობს. აქედან გამომდინარე ჰიპოთეტური თქმა, რომ ვიღაცის ხელით სადღაც ვიღაცას რაღაც მიეწოდება, ეს არის არაიურიდიული მსჯელობა.